სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველა სახალხოში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. მაბადეეთ, რამდენიმე დღე არ ყოფილი ვარ. დარწმუნებული ვარ მოგენატრეთ. მეც მომენატრეთ მეგობრებო. რამდენიმე დღეა ისევ შვილების ყუდალობით ვარ დაკავებული. ამიტომ ვერ შემოგთავაზეთ ვიდეო, მაბადეეთ. ვიცით, ბოლოს ნორას ქალიშვილი მძიმედ დაავადდა პაროვირუსით. სისხლიანი დიარეით. დიდი მადლობა ღმერთს სულ გაგვიმართლა. ჩვენი შვილისთვის მიმუშავეთ, ვიბრძოლეთ, ვეცადეთ დღე და ღამე მეგობრებო. რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. დიდი მადლობა ღმერთს. ჩვენი გოგო გადავარჩინეთ. ეხლა მისი მდგომარეობა ცოტა უკეთესია. მალე გაჩვენებთ მას. ჭამა დაიწყო. წყლის დალევა დაიწყო. დედის ძუძუსწოვასაც კი ცდილობს. მართლა 1000 ჯერ მადლობა ღმერთს. ძალიან წუხდი მის გამო. ძალიან ნერვიულობდი, ბევრი ვეცადე. მადლობა ღმერთს გადავარჩინეთ. ის გადავარჩინეთ, მაგრამ შემდეგ კიდევ ერთი შვილი ავად გახდა. ანუ ისე უბედურება დაგვათხდა თავს. ანუ ყველაფერი ერთმანეთზე მოდის. სანტოსი დავკარგეთ, მე ჩვენი შვილი. მე ეხლათ მოსუნი გოგო ჰარლი. ედვარ უცხოეთ ციკლად იქცა. მართლა ძალიან ნაწუხებს ეს მდგომარეობა. მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია. მოდი გაჩერდი სუსლუ, რა მოხდა სუსლუ? სუსლუ. ჩემი გოგო სუსლუ მამაზეა შეყვარებული. ამ უჯ გოგოს ღვამა ძალიან უყვარს. მოდი ვნახოთ. ჯერ ჩვენი პირველი პატარას ვაჩვენოთ. გოგო, რასაკეთებ ჩემი ლამაზო? რასაკეთებ ჩემი სიყვარულო? მოდი აქ, მოდი. ხალა. მაშალლაჰ, ბას. ჩემი გოგო კარგად არის? ჩემი გოგო უკეთდება. ჩემი გოგოს მოვიდა. გაუძლო ჩემო საყვარელო. შეხედე, ავადმყოფობის გამოას. ისე გამختარა მეგობრებო, შეხედეთ. სულები გამოუჩნდა, ხედავთ? რადიო 8 დღეა 1 გრამის არ უჭამია. 8 დღეა წამლები, შრატები. ვერ აგიხსნით. ისი ძალიან იტანჯებოდა და მე ძალიან გამიჭირდა. რამის შუაგუჩის კი კლინიკა გავაგებიდა. მხოლოდ ჩვენი ამ გოგოსთვის. თავარია რომ შეგვიძლოს მისი გადარჩენა. მაგრამ ეხლა კი კონს მოვიდა, ინშალა თვანასაც მოიმატებს. გამოგედება კიდეს, უკვე კარგად ვაჭმევ. ქრეს ჭამას დაიწყო. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. ხედავ ამ გოგოსაც სახელი არ აქვს, ჯერ სახელი არ დავარქვით. ამ კომენტარებში ამ გოგოსთვის შესაფერის ლამას სახეს ველოდები. თქვენებმა დაწერა რომ ჩვენი გოგოს სახელი ანკა იყოს. დაწერა რომ ანკა ფრინველიმით ფერფლიდან აღდგა. მასაც აკეთა სალამი. სინამდვილეში ანკა მომეწონა. ლამაზად მომეჩვენა, მაგრამ თქვენდანაც ველოდები რჩევებს. იქნებ კიდევ უფრო კარგი რამე იყოს მომეწონება. ხოლო სახელი კი არ მინდა იყოს. მისთვისაც მნიშვნელობა კონდეს მინდა. ვიდრე რომ მართლა 90%-ში სასიკვდილო დაავადებას გადავარჩინეთ ის. ანუ ჩვენთვისაც დიდი სასწაული იყო. ამიტომაც მას შესაბერისი სახელი სჭირდება. არა ასეა ნურამ. დედამისი ძალიან წუხდა, მაგრამ გოგონა გამოჯამთელდა. ხო ასეა შვილო. დინით ვნახე დედას სოვას ცდილობდა. ისე გამიხარდა, მართლა ვერ გადმოგცემთ მეგობრებო. ამის შემდეგ აი იმ ბოგოზე გამიხარდა დღეს. შემდეგ როკი, დამშვიდი. ჰარლი ყავს ავად მეგობრებო, ჰარლი. დღეს მესამე დღეა. ბარხა ძალიან ცუდა და მძიმე დაავადება აქვს. ვეტერინართან მივიყვანე, შევამოწმებინე. მიფიქრე ნედავ ნაცლავებში ან კუჩში ხო არ აქვს პრობლემა. მანაც შეამოწმა. რენტგენის შედეგებით ნაცლავები და კუჩი სუფთა იყო. სისხლიანი განავალი აქვს, სისხლიანი დიარეა. და სისხლს აღებინებს. ანუ აქამდე ჩემს დიდ ზარს პაროვირუსი არასდროს ჰქონია. არ მქონია საჭირო. ვეტერინარმა ასე მითხრა, შეიძლება პარო იყოსო. ტესტის გაკეთება ხო იცით, 100%-ია არ ნიშნავს. ვეჯვავთ, ვიფიქრე, ნეტავ ძაღლის ჭირი ხო არ ჭირს მეთქი. პარო აქვს თუ არა, არ ვიცი. მაგრამ ძაღლის ჭირის დროს ცხვირში და სხვაგან გამონადენი აქვს, ეს კი არ აქვს. დიდი ალბათობით პაროა მეგობრებო. აცრებიც აქვს თუ წავს, თუმცა სულ არა 9.5 თვის გოგოა. რატომ დაემართა არ ვიცი, მაგრამ შეიძლება პაროც არ იყოს. ვერ გავიგეთ, ანუ ამის 100%-ით დასაბგენად ტესტის გაკეთება გჭირდება. ჩვენს გოგოს ასეთი უბედურება შეემთხვა. 3 დღეა უკეთებ მკურდალობას. გადასხმებს, რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ ჩემი გოგოსთვის. ყველა შესაძლებლობა მისთვის მოვიხმარე, რომ გამოჯამთელდეს. მაგრამ ამ ეტაპზე თვალსაჩინო პროგრესი, სიმპტომი არაფერი ჩანს მეგობრებო. მართლა ჰარლის მდგომარეობა ძალიან მაწუხებს. თან ჰარლი ძალიან მიყვარს.
ჰარლის სახეზე ესეთი საცოდაობა და უმანკოება იყო, ხო იცით, რაც ადამიანს მასზე ამაგრებს. სხვა ზაღლების ეშინო და ჩვენს გოგო შევაჩვიეთ, ყველასთან როგორ კარგად დაიწყო თამაში. ანუ ერთბაშად როგორ მოხდა ვერ გავიგე. ერთბაშად როგორ ხდება ასეთი რამ. დიდი ალბათობით ზაღლის ჭირი მგონია, მაგრამ იმედია ასე არ არის. იმედია ჩვენს გოგოს გადავარჩენთ. გთხოვთ, ჩვენს გოგოს ლოცვებში გაიხსენოთ. მისთვის ვიბრძვი მთელი ძალით. ხოლო თქვენი ლოცვები მინდა თქვენთან. თუ ღმერთი ინებებს და გაგუჟიმებს, იმედია ხარლისას გადავარჩენთ. გალიაში რჩებოდა. სამი დღე აქ მოვიყვანე, რომ მუდმივად დავაკვირდე მის მოშარდვა, მოსაქმებას, ღებინებას და ასე შემდეგ. მაგრამ ამ სამ დღეში ძალიან დასუსტა, მეგობრებო, მართლა ძალიან დასუსტა. ვერ სვამს წყალს, ვერ ყლაპავს, ჭამაზე რო არაფერი თქვა, ისიც არ შეუძლია. ენერგია აღარ აქვს, ვერ დადის. ანუ მართლა ძალიან ცუდადა. ღმერთო, იმედია შეგვიწყალებ და გამოჯამთელდება, მეგობრებო. მოიცადეთ, ახალგაზრდებო, მოიცადეთ. რას მეკურკურებით ასე? ნახოთ. ჩემი ყოლაშვილი ჩემზეა შეყვარებული. იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს ისინი. ცხოველის ბედნიერებას მის ქცევებში ამოიცნობთ. ეხლა რომ მათზე სულ ბრაზობდე, ვცემდე, უთყამდე, ისინი ჩემთან ასე არასდროს მოიქცეოდნენ. ყველა ასეთი სიყვარულით სავსეა. რატო? ძალიან მიყვარს ისინი. ესაც არ გიჩვენეთ. წინა დღეებში ერთი ოქროს თევზი ვიტიდეთ, მეგობრებო. მასაც ალბათ 10-15 დღეა რას ვიტიდეთ. არც მიფიქრია რომ გეჩვენებინათ. ისიც ეხლა აქ დგას. ერთსაც კიდე ვიკიდი მისთვის რომ წყვილი ყავდეს. მე თქვით თევზიც ვიყიდოთო. ხოლმე ოქროს თევზი გვაქვს და ისიც მოვიტანე, მეგობრებო. ჰარლისთვის ლოცვებს ნუ დაიშურებთ. ღმერთი თუ ინებებს, იმედია ჯანმრთელობას დაუბრუნდება, მაგრამ რატომ მოხდა ასე არ ვიცი ძმაო. მეძიე ბიცებით, მართლა არ ვიცი, მეგობრებო. ჩვენთანაც თუ რამე პრობლემა იქნება, ყველაფერი ერთად მოდის, ყველაფერი, ანუ სანტოსი, ლეკვი, ღარლი, ღმერთს გეფიცებით, ჭკუიდან გადავდივარ. რეის, რასაკეთებ ბიჭო? ჩემი კნუტი, მოდი. კატაზეს მეკითხებოდი, სად არის კატა, ხო ესეა? მოიცავ, ნახო, მოიცა. დაიცადეთ, ნახოთ სამკებო. დაიცადეთ, ნახოთ, მოიცა. ერთი წუთით რეის, მოიცა. მოიცა ფაშა, ერთი წუთით. ერა ჩვენი პატარა აქ ჩებოდა ხო ავადმყოფობის გამო მეგობრებო. მეც სახში შევიყვანე. სახში იყო. დიდი ხანია აღარ გინახავთ ის. როგორ გაზრდილა. მე ეს კატა ძალიან მიყვარს ეს კატა. ეს ლომია ეს. ეს ლომი. რასაკეთებ ჩემი სიმპათიური ბიჭი? ცოტა ცელქია, კარგი იქნება, თუ არ დამკაცრავს. ვერაფრით გადავაჩვიეთ, ეგ კაც მიჩვევა. მაგრამ ნახე როგორ კონცენტრირდება კამერაზე. შენი ბიჭი მაშალა ძალიან სიმპათიურია. დეიდე, გინდა კატას დაგატყვევინო. დეიდე, ნახე როგორ მიეჩვნენ ორივე მას. შუნო ისიც ამბანის ბავშვია, ცელქობა არ ქნათ, გაიგეთ? ჩემს კატას არაფერი უთხრათ. ჩემი კატა, მართლა აქ ძალიან უხდება. იმ არამზადებს რომ შეეწვოს, მათთან ერთადაც გაუშვებდი. ხო ასეა შვილო? ლამაზი ბიჭი ხარ შენ. ამ ლომს მამა ძალიან უყვარს. წადი აბა, შედი გალიაში, შედი. ფრთხილად შვილო, გაჩერდი. წადი, არ დამიდგე ფეხქვეშ. ერთი წუთი შეხედე, ნახე, ეგრევე ნახე. ნახე. ნახე კალთიდან რომ ჩამოსვი, ნახე თავდასხმას იწყებს, ნახე. რასაკეთებ ჩემი ბიჭი? ფსიქოპათი ძმაო. სახლში შემოვიყვანე ეს. უჯდები და უცებ კერძზე მიტევს. კისენზე მახდება, ჟუნგზე ამოდის. და ფჩქილებიც უზარმაზარი აქვს, შეგედი ამ ფჩქილებს. გამოაჩინე ეგ ფჩქილები, გამოაჩინე. კაცს ნემსივი იჩლის, ხო ხედავ? ნეტავ ცოტა ჭკვიანად იყოს ჩემი შვილი. მოუსვენარია. გადი იქით, გადი. რეისი ძალიან მიყვარს, ნამდვილი კაცი. ჩემი კატა კარგად ჯდება. ესენიც ალხამდულილა უკვე შეეჩვნენ მას. არაფერს ამბობენ. თავიდან ძალიან ბრაზობდნენ, ხო ასეა კაროლინი? ეხლა შეეჩვნენ. მოდი ბაღში გავიდეთ, მეგობრებო. მოდი იმ ლომებიც გავიყვანოთ გარეთ. მოდი, ლეგს ნუ აწუხებთ, მოდი. წამოდით გარეთ ახალგაზრდებო. მათი და უნდა დარწმუნდნენ. მე გამოვდივარ თუ არა, ამის მიხედვით გამოვლენ. ამის მიხედვით გამოვა ის. კარო. რასაკეთებს კარო? ზეინა, წყალი დაღვარე გოგო, ნახე. ამ ზეინას გიждები. საოცარი გოგოა. მართლა ძალიან კარგი შვილია. ღმერთმა დაიცვას ის უბედურებისა და განსაცდელისგან. მართლა ძალიან კარგია. ჯამთელი სიცოცხლე მისცეს ჩვენს გოგოს. ძალიან დამცველია. როცა ვინმე მოდის ფერმაში, მაშინვე ესხმის თავს. დასთვის ინსტინქტები ძალიან მაღალი აქვს. მაშინვე ჩემს დასვაზე გადადის, როგორც ძაღლის, ისე ადამიანის მიმართ. მაშინვე მიეჩვია ჩემთან. მაშინვე მიმილო. ზეინას ეს ხასიათი ძალიან მიყვარს. მართლა შესანიშნავი შვილია. მოდი გავუშვოთ კიდეც.
ალბათ ისიც მძუნე ისგა. ასე მომეჩვენა. დედების გოდიდან აღარ შორდება. ნახე, ეხლაც მის კართან დუდას, ხედავ? თუ მძუნაობს, ძალიან დაგვიმართლა. დედე, მოდი. დედე, ეხლა შენ, გადი, ფრთხილად. 1, 2, 3. რადადი შუდო შენ ეხლა შიგნით. დედე შევკვედო ძმაო. ზეინა შეიძლება მძუნაობდეს. თუ ასია მაშინ კარლოსთან ახლავე შევაჯვარებ. მოდი შვილო. ნახე, როცა პირველად მოვიდა, ძალიან გაფრთხარი იყო. მაშალა, კარგად დავიდგინა თავი. ფიზიკურადაც მოწესრიგდა. ზეინა მართლაც ძალიან კარგი შვილია. სინდი ანიმსა ჯერ არ გადაულია მძუნაობა. მოიცა ქარაბაშის დავხვროთ, ქარაბაში, მოდი. ქარაბაში. ქარაბაში, ქარაკაში. სად არის ჩემი ბიჭი? მოდი შენ ჩაკეტავ, მოდი. ჩემი სიმპათიური ბიჭი. ქარაბაში კარხასიაძეა. დღეს მადლობა ღმერთს, ჰაერი გრილია. მოდი შვილო, მოდი. ერთი წუთი. მოდი ჯერ ქარაბაში გამოვიყვანო, ცოტა ხანში მამრობითი ლოტოილესაც გამოვიყვან. საერთოდ არ უნდა დავტოვოთ ამრობითი ძაღლები. დაიცადე ქარაბაში, დაიცადე. ქარაბაში მეძახი, ბაბუა. დაიქეცი, ბაბუა. ლოტოილერები ჯერ კიდევ ბოლომდე არ მომეჩვიან. ბოლოს მოგახსოვთ კითხეთ, ლოტოილერები დაგეციოთ მეთქი. დღეს ერთ-ერთ ვსდი. ძალიან რისკზე არ მინდა წავიდე. მაშინაც კი ვცდით, უშევძლებ, გამოვყოფ. მოდით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ მიეჩვიო. პრობლემები რო არ შეგვექმნას. მდედრზე ჯერ კიდევ უნდობლობა მაქვს. დაისო. სად არის ჩემი ლომი ბიჭი? სად არის ჩემი ქარიზმატული ბიჭი? შენს კეთილშობილებას და დგომას შემოგევლე ბიჭო. რა დიდებული ხარ ბიჭო. სად არის ჩემი ფაშა? ერთი გავუშვოთ, ნახოთ რა სიზეს, მოდი. 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 აბა ირბინე, ირბინე. წადი შვილო, წადი შვილო, წადი. სწორედ ახლა დრო, სწორედ ახლა დრო. დაისონმა ცოტა გაიაროს. არესი. ფაშა, შენს დამოგიყვანოთ. არესი შენ რო წამოგიყვანოთ, სად უნდა დაგსვოთ, არეს. მიგრობ როტვეილერი არ დაესხას ამას. დაესხმება. როტვეილერი მგონი იმ ძაღლს არ ერჩოდა, ვინც არაფერს უშავებდა. დაიცადე, არესი დარჩეს. არესი ძალიან აგრესიული არ არის. ხო, მარაზი არის, მარაზი უნდა გამოვიყვანოთ. მოდი მაგას მივხედოთ. მოდი შვილების ვნახოთ, მეგობრებო. მოდი. მოდი შვილო ჩემო, მოდი. მოდი შვილო ჩემო, მოდი. მარაზ ფაშა. დიდი ალბათობით, მარაზ პირდაპირ დაუპირისპირდება. რადგან მარაზი თავს დაესხმება. მარაზ და რისძე უწავოთ. მოდი ჯერ როტვეილერებს შევხედოთ. ნახოთ რა საგეთებენ ჩემი ლომები. პონი. ფაშა. რა საგეთებ ბიჭო? რა საგეთებ გოგო? დაისონ ბაბა. შენი დიდებულების გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეხლა ძმაო, ისი როგორაა? დაისონის გამოყვანის დროსაც ცოტა მოვერიდები. ესე თუ არ გავაკეთეთ, ვერ შევაჩვეთ ძმაო. ეს შიში და ბღელვარება უნდა გაუტეხოთ. მათი ნდობა უნდა მოვიპოვოთ. ნდობის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ. მოდი ჯერ მამრთან დავიწყოთ შეჩვევა. მისი ნდობა მოვიპოვოთ, რომ შეგვეჩვიოს. დედლი შეჩვევა ადვილია. მოდი. რა ზაგეთეთ ბიჭებო? რა საკეთებენ ბიჭო, ჩემი ლომები? მაშალა ამათ ბიჭო. ნახე, პირველ დროზე შედარებით უკეთესად ხო ხედავ? შვილო. მოდი მოგეფერები, მოდი. მოდი მოგეფერები, მოდი. მოდი, მოდი. კარგი ზუგა ლოკვას მიწყებს. დაისონ. მოდი ჩემო გოგო, მოდი. ნახე ეხლა, ნურა, შეც მოხვედი. შურიანები. ყველანი ბავშვები ვით არიან. ყველანი ბავშვები არიან, ზბაო. მოიცან ნახო, მარაზმს თავი გაჭედა. მარაზი. სად გაჭედე თავი, ბიჭო? ცევკი მარაზი. ავი ირბინე, ბიჭო. ირბინე, ჩემო ბიჭო. ირბინე, ანატოლიის დამბილიშვილი, ირბინე. მაშალა შენზე. თან ზეინა ცელებაშია თუ არა? ეხლავე გამოვსლით. ერთ მამა გზავთა უნდა მივიდეს. მარტო ეს ზეინა რო დავაწვილოთ, ხოძე პრობლემები გვექნება, ძმაო. მამაზეც კი ეცემა. ძალიან კაცი გოგოა. როგორც ჩვენს დედოფალ მარლაზე ვამბობ, რომ მამლებს აფრთხობს, ზუსტად ეგეთია ესეც. მამლებს არ იგარებს თმას, ნამდვილად იმსახურებს. მართლა იმსახურებს. რა ლამაზი ჰარლია, იცი? ცხოველი უკვე გამუჯამთელებული იყო. გამუჯამთელებული, ანუ ამათთან შეგუებული იყო. რა უბედურება ასეთი. მართლა გეუბნები, იცი? მოიცადე.
მარაზი მასთან ლაღობს. დიდი ალბათობით ზეინა ცხელებაშია ძმაო. ნახე. ზეინასაც არ უყვარს თამაშები, ზუსტად მარლასავით. ძალიან სერიოზულია. მოდი შვილო. სხვაზე წაგიყვანო გოგო. ზეინა მოდი მოგეფერო, მოდი. მოდი აქ, მოდი ცელკო. ეს აბოდუ ძაბა, მოდით მამრი გამოვიყვანოთ. მარაზ ბაბაც გარეთაა. ცოტა რისკიანი იქნება. აჰა. ვინ ამოვიდა აქ ის? ვაიმე. ლამაზო ბიჭო, რას საკეთებ? ქარიზმის განსახიერება. ფაჯიდან იყურები გარეთ? ლონგულა. ამჟაბილი კარგია. სახში შედის, კარი ღია, ბალებით შიგნითა. სურვილი სამებრ მუცელსაც იფსებს, დროსაც ატარებს. შენი საქმე იცი შვილო. შენი საქმე იცი. ეს კბილები რა მდგომარეობაშია შვილო? ამ კბილებს შეხედე. ამ კბილებს შეხედე, ამ კბილებს. ამ კბილებს შეხედე, ამ კბილებს შეხედე, ამ კბილებს. დიდი ბავშვი. ქარიზმის განსახიერებაა. მაშალა შენზე. მოდი. ეხლა ბაბუ ჩვენ ვართ, ხო იცი? აუ გოგო, შენც მოხვედი. ზილი. ნახე, ბაქში სეირნობასაც კი დაიწყო, ჩემო საყვარელო. დიდი მადლობა ღმერთს, მართლა. გამოჯამთელდა და ძალიან ბედნიერი ვარ ძმაო. ძალიან მიწვალეთ მეგობრებო. თქვენ არ იცით, მე ამას არ ვირებ. გუშინგი არა, გუშინძინ დილის 5 საათ ნახევარზე დავწექი. გუშინძინ და დილის 7-ზე ავდექი. დილის 5 საათ ნახევარზე დავწექი, 9-ისთვის ისევ ავდექი. ჰარლის თელი ღამეში რაც უკეთებდი, იცით? ყურადღებით ვადევნებდი თვალს, შეიძლება არ გიყვებით ან არ გაჩვენეთ, მაგრამ მართლა ძალიან გაგვიჭირდა. ჯერ კიდევ არ დასრულებულა, იმედია გამოჯამთელდება. გოგო ეგრევე ყეფა დაიწყე, ზილი. ნახე, დაცვაზეც გადავიდა. შენი ჯირიმე. შვილო ეს კარავი რატო დაანგრიეთ? კარავიც იქიდან ჩამოუგდიათ. კარავის თოგი გაწყვეტილა. მოიცავ ნახოთ. ეხლა ნახე, ესენი როგორ უნდა ავიღოთ? ესენი როგორ უნდა ავიღოთ? როგორ უნდა ავიღოთ? როგორ უნდა ავიღოთ? დაიცადე შვილო, დაიცადე. ერთი წუთი. ლეკვი ისე ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა. იმ ჩიჩინა ზაგლებთან მიდიოდა და ყვიროდა, ხო, ისევ იგივეა. ტაისონ. შვილო, ეხლა შენ უნდა წაგიყვანო, მაგრამ დედალი არ უნდა წავიყვანო. ეგ როგორ დავაკეთოთ, პაშა? დაიცადე, საყვარელო. დაიცადე, მოდი ნახე, მოდი. მოდი შენ მას არ გაეკარო, კარგი? კარგი. შენ ახლახან დამოჯამთელდი. ბისმილა. ვაი, კარიც ღია დამჩა რა. ერთი წუთი. კარიც ღია დამჩა. ბიჭო, შენ ეგ რატომ მოხვედი? მოიცადე. შენ ნუ დაესხმები მათ, ნახოთ. ედე, ბაბაცის მოგიცი მემკო. ალლაჰ, ალლაჰ. ბიჭო, მაგარი გამოვა ძმაო. უკვე აჩვენებს თავს, ხედავ? მოიცადე, ნახო ზეინა. ზეინა, გაჩერდი. მაგრამ ნეტავ, ესენი ხო დაესხმებიან ლეკვს. ხო, მოდი ეს ლეკვი, იქიდან ავიყვანოთ, მეგობრებო. თავი დავიზღვიოთ, მოიცადე. კარგი, დიდ ზალს თუ უგბენს, არაფერი მოუვა. ამ ლეკვის სიცოცხლე და არის, ანუ რისკზე ნუ წავალთ. ბიჭო, მოდი 2 წუთითა გადმოდი, კარგი? იქ ფაისალ ძიასთან დაჯექი, ცოტა ილაპარაკეთ, იჭორავეთ. კარგი ბაშა? მიდი, გადი იქ. შელიგდაში. ფაისალ ძიასთან ცოტა ილაპარაკებს, იჭორავებს, ანუ კარგი. ის პატარაა ახლა. მისი სიცოცხლე ჯვირფასია ძმაო. საერთოდ არ უნდა გავლისკო. მამს პირდაპირ ავიგებ და გამოვიყვან. ხაბეთ ლაკნას ხეზე არ მომიბრუნდეს. ცოტა მას მიშინია კიდე ხოლმე. მოდი შვილო. დაისო, მოდი. დაისო, მოდი. დაისო, მამა, შენ მოდი. დაისო, მოდი. ეძი თუთი, ნახე ზუმოდის. დაისო, მოდი. დაიცადე ზეინა. ზეინა, შენ არ ჩაერი ეძი თუთით. დამაცადეთ, ნება მომეცით. ო. როგორ გამოვიყვანოთ ეს? ძმაო, სულ წინიდან მოდის. დაისონი არ მისმევს. ერთი წუთით გაჩერდი. გაიცეო, ნახო. დაისონ, მოდი. დაისონ, მოდი. ერთი წუთით. ისევ შიგნით უნდა შევიდეთ. ამჯერად რისკი მაგალია, რატო? ეხლა ხელს მოკიდებ ყელზე. ხმეთ მაგას არ შემომიტრიალდეს. მოდი ბიჭო. მოდი. ეგრევე თუნდაც ვიყურებს. ერთი წუთი. მოდი. მოდი დაისონ. მოდი ბიჭო. მოდი გაგასეინებოდი. მოდი ჩემო კარგო, მოდი. დაისონ ბაბაული, დაისონ ბაბაული. მოდი. ძმაო, აი ეხლა პირდაპირ კონტაქტში შესმეაც არ მინდა, ნახე უგანიხებს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იცით? დაიცადე ზეინა, ნუ აგიზიანებ. ზეინა, ნუ აგიზიანებ, შვილო. დაიცადე.
შვილო, მოდი ის დაგიმაგრო. მაგრამ როგორც კი ხელს კისერზე ვადებ, ეგრევე ბრუნავს ეს არამზადა. მოდი. ზეინა, ნუ აქეზებ, მასზე ძგრეს. გაჩერდი. ნორმალურად დაჩერდით, აბა. ხო, ჩვეულებრივად თავს არ ვიკავებ, მაგრამ აი ნახე ძმაო, ჩვენი ბიჭი მაშალა, ძალიან მკაცრია. ცოტა შორის, რატო ვიკავებ თავს? იქნებ ახალი მაყურებლები არიან. ახალ-ახალს ვიკიდეთ. ცოტა ესმიან თავს მეგობრებო, ამიტომ. მოდი დაისო. დაისო, მოდი. დაისო, მოდი ჩემო ბიჭო, მოდი. შვილო, ნახე, ნუ მოძრაობ, ვეროს ნუ მიშლი. ეს თუ შემოტრიალდა, იცოდე ხელს მომიტეხავს, იცი? დამიქნოსემე, კაცი ხარ შენ ბიჭო. შენ კაცი ხარ ბიჭო. კარგი, საბელი გაუგეთეთ მამა. საბელი გაუგეთეთ. დაისო, მოდი. ეხლა დაისოს გამოვიყვანთ. გადადი შვილო. ერთი ლუდი დავიცადო, არ მოვიდეს ზუ. შეიძლება ზედმეტად მე რვიულობ, მაგრამ ჩვენ საქმეს. ეი, ზეინა, არ გადაეგიდო მას. არა. ერთი წუთით მოიცადე, ერთი წუთით, ვაო. ძალიან ვიწრო სივრცეში დავჭით. მოდი დაისო შენ. ერთი წუთით მოიცადე, ზეინა. ძმაო, ზეინა ყვაც ესხმის თავს. მოიცადე, მოდი. მოდი დაისო. მოდი ბიჭო. ვაი. ო ზეინა. ძმაო, ზეინა პირდაპირ ეშვება. ზეინა ძალიან მკაცრი ძუა, ხო გეუბნებით. საერთოდ არ ხუმრობს. მოდი. მოდი შვილო. მოდი შვილო. მოდი შვილო. ეთიცისა რომ ზაფთა ჩხუბს რო ვცდილობდი, უცებ ჩემკე შემოტრიალდა. მე ნახე რა დროში ჩავარდები. ეხლა კი ნახე დავიჭირე. არაფერი უქნია, მადლობა ღმერთს. ესეც მინდოდა. ეხლა კი ჩვენი პრიორიტეტია რომ ისიც უნდა გვიყვარდეს. მეორე ტაისონის უკანა. დაიცადე, მარაზეც მოვიდეს. მათ მიმართაც ვნახოთ რა რეაქცია ექნება. კარგი? იმის მიხედვით გავუშვებ. რომელთმა ქნას, როცა გაუშვებთ, არ დაესხას არეს მარაზ და ტაისოს. ანუ მის დასოციალიზებლად ყველაფერს გავაკეთებ ძმაო. უნდა შევაჩვიოთ კი. ყოველთვის თავისუფლად იყოს ეზოში. მოდი. მოდი ბიჭო. მოდი ბიჭო, მოდი. ბიჭო, მოდი. ბიჭო, მოდი. ვის კონოსავს რა? კაროლინთან ერთად იყო. სინაჯეზეს კაროლინთან იყო აკულილი. ისე დაიწყო მან. მოდი ბიჭო. არ შეეხო კარონის, მოდი. დაანებე თავი შემოგარგო. დაანებე თავი შემოგარგო. მოდი. მოდი. აკი. დაიცადე, ნახოთ. კაროლინის აღშორდება მას, მისი მეგობარია. შვიდად დაისონ, მოდი. ეხლა დაისონს მოვეფერები. ეხლა მის კუდის მოძრაობას ვაგვირდები, ერთი წუთით. ერთი წუთით შვილო. მაშალა შენ. ეხლა ნახე, მარა ზეინას გვერდით გადავიდა. როგორც გითხარი დიდი ალბათობით, ზეინას სითბოს პერიოდი ახლოვდება. სულ სტოვებს. ამიტომაც მამრები მასთან ახლოს მიდიან. მოდი ტაისო. მოდი ფაშა, მოდი ფაშა, მოდი ფაშა. ეხლა გაუშვებ მას. კარგი? რისკზე წავალთ. მეტად ჩემს ხელშია, ჩემი არ უნდა გათამამდეს. თავისით იყოს. დიდი რისკი იქნება, იმედი არ იჩხუბებენ. მოდი შვილო. გაუშვი ძმაო. მეტმა ხელი მოგვიმართოს. მარაზიც იქ არის. მოდით მიყვეთ და ვნახოთ. მოდი, ტაისონ მამა. ტაისონ მამა, მოდი. ძმაო, ტაისონი მართლა საოცარი ბიჭია, მართლა. აღნაგობა, დგომა, ყველაფერი იდეალურია, უმაღლესი ხარისხი. იცით, ჩვენი ახალი როტვეილერებიდან ორივე თურქეთის ჩემპიონია. მათი ბაბუებიც სოფლიო დონის ჩემპიონები არიან. ანუ ხარისხზე საუბარიც კი არ არის საჭირო. ნამდვილად საოცარია. უბრალოდ როგორც გითხარით, ახალი რო არის, ცოტა ხასიათი უნდა გაუგოთ. ეულში ჩვენ შეგვიგოს. საგლებთან კარგად და ლამაზად სოციალიზაცია გაიაროს. ითამაშოს, ეს მინდა. აგრესიულები არ იყვნენ. მოდი ტაისონ, ეხლა გაჩერდი. მეორე ტაისონთან თან მიდის. თქო ტაისონი მას ჩაულებრივ ესმოდა თავს. მოდით ვნახოთ ეხლა როცა თავისუფალია. რამე სიტყვის. მოდი. რა ხდება ბიჭო? უსე პანიკაში ვარდება, ერიდედება. ტაისონ, მოდი. ტაისონ, მამა, მოდი. მოდი შვილო. მოდი. ჩვენი მეორე ტაისონი ეხლა, მეორე მხარესა. ეხლა მოდი ხვადებთან პირისპირ შეხვდეს. და გარეთ ხვადებზე მისი რეაქცია შევაფასოთ. დედნებთან უკვე შეეწყო, პრობლემა არ არის, მაგრამ მამლებთანაც შეეწყობა.
ეს უნდა გავიგოთ. ტაისონ, მოდი. მოდი ფაშა, მოდი ფაშა, მოდი ფაშა, მოდი. ტაისონი ახლა სახლის იქითაა. ჰა? მარაზი მოდის, მოიცა ვნახო. მოიცა ვნახო. ოჰო, შვილო. მოიცადე ვნახოთ. ო. ეხლა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავაბენოთ საფრთხის შემცველ მდგომარეობაში. მარაზის კუდი აწეულია. მარაზი ახლა აპოლოსთან შედარებით ცოტა უფრო დამყოლია. იზაბი რა რესმისთავს. ამიტომაც მასთან შეწყობა აპოლოსთან შედარებით უფრო სავარაუდოა. ამიტომაც ახლა შეგნებულად დავტოვე ისინი. მოდით ვნახოთ მამრებზე მისი რეაქციაც. ეს უცებ ფთხება, ეშინია, რატომ იქცევა ასე? როგორც ჩანს ეს ტრავმული რამეა, მეგობრებო. მაღალი ხმისა და უეცალი მოძრაობის ეშინია, ნახეთ? ნახე, დაინახე? გაგიჟდი შვილო, რას აკეთებ? იქ არაფერი არ არის. თავისით რაღაცას ხედავს. ნახე. ნახე? არაფერია შუაში, უბრალოდ თავისით რაღაცაზე მიეხინა თვალე. ჩვენი ახალი ტაისონი, ეშმაკეულია. მოდი ტაისონ ბაბა. მოდი შვილო, მოდი. ნახე, მარასაც არაფერი უთქოს. ეხლა ძალიან კარგია. ცოტა რომ დაყნოსონ ერთმანეთი. ეგაა ჩემი პრიორიტეტი. ძაღლები ხო ერთმანეთს ხნოსვით იცნობენ. უნდა დაყნოსონ ერთმანეთი. ამის შემდეგ შვიდად მოვიქცევი. კიდე დოგო ტაისონის მოვიდეს. ტაისონ ბაბაოლი. ეხლა ის ტაისონი ხო ეხლა ხან დაუშვით. ის ერთ ადგილს მოინიშნავს. მოდი ძმაო, გალიებთან წავიდეთ. გალიაში მყოფ შვილებს ვნახოთ. გალბატონი მარლა. ტაისონ ბაბა მოდის. ვაი შვილო. სხვა ტაისონი გამოუშვი, გესმის ტაისონ. ვაი ჩემი ლომი ხარ. ნახე, ეხლა აღარ მიდის ხრებისკენ, როცა გამოუშვებ. ნამდვილი კაცია. იცით ეს ნამდვილი კაცია. კაცების კაცი. დაიცადე, ეხლა ნახე, მარაზი მეორე ტაისონს აკვირდება. დაიცადე, ჩვენი ტაისონიც. ნახე, მანაც ზეინას სუნი იგზნო. დაიცადე, ვნახოთ. ორივე ერთად ვერდიგვერდ დადგნენ. დაველოდოთ, რაიმე რეაქცია ექნება თუ არა. ეს ვცადოთ. ჩვენი ტაისონი ძალს იცნობს, თავიდანვე უტევდა. ეხლა შეეჩვია, ნახე, აღარ რეაგირებს. დაიცადე, მარაზი ძალიან უკურებს. ეხლა მარაზ ფრთხილად შვილო. ფრთხილად შვილო, გთხოვთ. ნუ აქეზებთ, არავინ, ნუ აქეზებს. წესიერად იარეთ და ითამაშეთ, ნახოთ. მოდი. მოდი შვილო. არა უშავს, ტაისონი მეორე მხარეს წავიდა. მოდი, წავიდეთ გალიებისკენ. ეხლა ჩხუბის პოზიციიდან უნდა გამოვიყვანოთ ისინი. არავითარ შემთხვევაში არ შევუშვებთ. ეხლა კი ტაისონის საერთო მდგომარეობა ჩემი აზრით შესანიშნავია. ახლად მოყვანილი როტის. ვერ დამესხათავს. ძაღლებთანაც კარგად ეწყობა, ისედაც პრობელი ცოტა მეტად შეეწყობა. თუ ჩხუბს არ დაიწყებს, არც სხვა ძაღლი ეჩხუბება, მითხრა. ამჟამად ყველა ერთმანეთთან კარგადაა. ძუა, მაგრამ პრობლემა. ქვარო ძუ ეჩხუბება, ამაზე ცოტა ფრთხილად ვიქნებით. მოიცადე, ეხლა ტაისონები ეხლა პირისპირ დგანა. ეს ტაისონი მას ამოწმებს. ის ტაისონი მას ამოწმებს. აჰა, მოდის ტაისონ მამა. მოდი შვილო, მოდი. მაშალაში. გადაიდე ჩემი ზლომები. იტალიის ნამდვილი შვილი ჰექტორ. რას აკეთებ, ბიჭო? გიცავა. გიტავა ჰექტორ. მაშალაში, ჩემი ლომი. შენს კეთილშობილებას დგომას და სიდიადეს შევეწირე. დაიცადე, მეორე ტაისონის მოვიდა ერთი თუთი. მარლა გაუშვოთ. მარლა. ლამაზთაგან ყველაზე ლამაზი მარლა. მოდი დედოფალო. ერთი წუთით კარლოს ბაბა მოიცადე. რა თქმა უნდა, მარლა ეხლა მას ხნოსავს. მოიცადე მარლა და ის ერთმანეთს გაეცნო. არა ზღაო, მამრობიდან უკეთებს ხობა. მამრი, მაშალა, სუპერია. მარლა მოგეძონა ის, მამრი, მაშალა, სუპერია. მოდი შვილო. მოგოებო, რას აკეთებენ ჩემი ლამაზები? რას აკეთებენ ჩემი სიყვარულები? ოდინ, მოდი ალეკვები, ოდინ. ოდინ მამას ხშირი ბანაობისგან ბეწვი აუფულდა. კარგად უნდა დავაცხნოთ. ოლდილით კარგად უბანო, ხო, გოგო? შენ რას აკეთებ, ცელქო? დორა ცოტა გაუშვებ. დორა ხო ძალიან საწყალი გოგოა, იცით? დორა, მოდი აბა. მოდი ლამაზო, მოდი. მაშალა შენზე. სად არის ეს ლამაზი გოგო?
ო, სუპერ. ნახე, ბიჭი განსაკუთრებით როტვაილერებთან კარგად ურთიერთობს. მოდი. მოდი, ჩემო ბიჭო, მოდი. ბონჯუკ, გადაცნო. გადაცნო ბონჯუკ. სელფი ბონჯუკი. რასაკეთებ შემი ბიჭი? ჰეი, რასაკეთებ შემი სიმპათიური? ბიჭებო, ბალები დაამთავრეთ. ამათ ხო საკვები არ ყოფნით, ა? ერთი ბალე 4 დღეს ძლებს ამ არამზადებთან. ისე ფქვავენ ღმერთო. ავა ცხელია და ცხლები ეთყარეს გამწყლიებულან. თხემიც უნდა გასულა. მოდი. მოდი აქ მანდა, მარდა. მოდი დამაზო. ეხლა მეორე მხარეს გადავიყვანოთ ისინი, მეგობრებო. გალიაში მყოფი შვილები გაგიჟდნენ უკვე. ტაისონ მამის რეაქცია სუპერია. მადლობა გმეც, პრობლემა არ შექმნია. სად წავიდა ის საერთოდ? ეს მეორე მხარეა. აჰა, ის გალიაში მყოფებს ეცნობა. შვილო, კარლოსთან და სხვებთან არ წავიდა. ეხლა რეინასაც იცნობს. ვერთო, კარლოს თუ რამე ზაუშავებს. მოდი გოგო, მოდი. ბიჭო, მოდი. ტაისონ მამა. რეინა უყურდა. მაგრამ ხო. კარლოსთან და ექტორთან არ წახვიდე შვილო. ხო, პრობლემებს ნუ შეგვიქმნი. ფეხს ჩაკრი და ამჯერად თავს დაიზიანებ. მოდი. მოდი ტაისონ, მოდი ტაისონ, მოდი. მოდი ბიჭო, მოდი ბიჭო, მოდი. მოდი ნახე. ეხლა პოლიციის ძუძუ გაიჭრებს მაგ. სუპერ, ანუ მარაზის, ტაისონის და მისი ერთად შეწყობა უბრალოდ შესანიშნავია. რეინა, შეწყობა დამშიქარ მეთქი, მაგრამ რეინა სტერილურია. ესეთი რამ შეუძლებელია. ყველასთან ასე კარგად რო ეწყობა შესანიშნავია. იმედია ჩხუბი არ მოხდება და სულ გაუშვებ მას. ისევ როცა ფერმი დაწავა, დავიჭა და კონტროლს გაუცა. ზოგადად თავისუფლად ყოფნა კარგია. მხოლოდ ფაისას რამეს გაუკეთებს თუ არა, ამასაც ვსდით. ხო ასეა მარლა? ჩემი დედოფალი ხარ, შენი ჭირიმე. ტაისონ ბაბა, ისევ ცხოვრებზე ფიქრობ, ნახე. ვამბობდი, კარგია, აღარ აკეთებს მეთქი. ისო დაიწყო, ნახე, ისო მათზე გადაერთო. ტაისონი ხა ძალიან მაღალია, ამბავ თუ წადილად გადახტება. ამიტომ არ უშვებ მას თავისუფლად, მეგობრებო. შელაცხრებთან და ზრიას მიადენებს მათ. მოდი. აისი, მოდი. დატოვე ცხოვრები. მოდი აქ. ცხოვრებთან უიქეკები, ნახე. მოდი. ძმაო, ტაისონმა რეინაზე გადაირია. ალბათ ძალიან მოეწონა რეინა. მის ბოდიდან არ შორდება. მოდით დედას დავაკვირდეთ. ნახოთ მარტო რჩება რას აკეთებს. დედასაც თვალი ვადელდოთ. ძმაო, აი როცა ასე აჩვევ ძაღლებს, მათი ხასიათი ძალიან კარგად უნდა იცოდე. მე ვიცი, რომელიც ჩემი ძაღლი რას გააკეთებს, რას იზამს, რადგან გამიგია და შესაბამისად ვიქცევი. რაც უნდა ზოგჯერ არასასურველი სიტუაციებიც ხდება, მაგრამ ზოგადად კონტროლი მაქვს. ეხლა ამათაც რომ შეეჩვიო, ყველაფერს დავაკეთებ, ძმაო. ეს ხუმრობა არა, საჭმელს მიცემ, უცებ შეიძლება უგბინოს ან რამე გააკეთოს. ამიტომ უნდა შეაჩვიო. ზრდასრული ძაღლი ავიყვანე, თან როტვეილერი. ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯიშია. ეხლა რადგან ესენი ძალიან მიჯაჭულები არიან თავიანთ პატრონებზე, როცა გაიზრდებიან და ხასიათი ჩამოუყალიბდებათ, სხვა ადამიანს რო გადაეცემა, რთულად ეჩვევიან. ჩვენ ყველა მოსულ შევაჩვიეთ, ესე რომ შეუძლებელი არაფერია, მე შევაჩვევ, უბრალოდ მაგალითად კანკორსოსთან შედარებით ცოტა უფრო დიდხანს გრძელდება. გააცნობიერეთ. მით უმეტეს რომ ესენი კიდევ კაცრი ხასიათის არიან. მაგალითად პატრონმა მითხრა რომ ეს ძუა და სხვებთან ჭუბობსო. მითხრა ვერ შეეთვობიანო. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძუასაც შევარიგებ. ხო, მე ვფიქრობ. ძუას რა, წინასწარ ვერ გაიგებ რაკნას. ისედაც ძუა ცოტა ძბიერია. შეიძლება იჭუბო კიდეს, მაგრამ ზოგადად მონი შეეწყობიან ერთმანეთს. სად წავიდა ეს ტაისონი? მოდი აქ, ხა ფეხსაც ჩაყდეს ალბათ. სხვა ძაღლებთან, კარლოსთან, მარლოსთან. ჩვენი ზაგმე რისკის ქვეშ ჩავაბენო, ძმაო. სად არის ის? ტაისონ ბაბა. მოდი შუდო, აქ, მოდი აქ, მოდი აქ. ტაისონ, შენ არ გეუბნები. მე ვერო ტაისონს რეუბნები. ისედაც უკვე წასულა აქეთ. სად წავიდა ის? ის აქ არის. ის სხვაგან წასულა. კარლოს გაგიშვა შენს, კარლოს. ნახერახინსეულია ჩემი კარლოსი. მაშალა, ნამდვილი ქარიზმის შვილია. ნამდვილი მარდალია. ხარიხარ შვილო, ხარიხარ, მეტმა დაგრუცოს. შენი დიდებულება მომიგდეს. შვილო ზეინა იცოდე, თართვაზე მოდის. ლეკვებს გელოდებით შენგან, გაიგე, კარლოს. ამჯერად გაგვახარეთ ხო რა. ამჯერადაც თუ არ შეწმუდნენ, ხელოვნურ განაყოფიერებას გავაკეთებ. სხვა გზა არ არის. კარლოსის ლეკვები მინდა, იმიტომ რომ კარლოსი, ოი რა დიდებული და ლამაზი ხარ.
რა სიმპათიური შვილი მყავს. ძმაო, საჯაკლია ეს ტაისონი. ხო, შვილო, გალიაში შესულა. მოგეწონა ეგ გალია. ხო, აბდარჩენა გინდა. ეს დორას გალია, მაგრამ ნახე, მაგრამ აქ არ გამოვა ძმაო. ის დაუდინი ერთმანეთს უგბენენ. მოდი. შენ ამ გალიაში გინდა გადასვლა, შვილო. ზუსტად თავის ადგილს იპოვე, ოდინის გვერდით. მოდი. მოდი შვილო ჩემო, მოდი. მოდი აქ შენთვის არა, მოდი კარგო. მე პატრონად ხო, შეიძლება აქედან გადახტესო, ამიტომ აქ არ დავდგეს. ამ გალიების სიმაღლეა 1.9 მეტრი, მეგობრებო. ის მეორე ადგილიდან გავაკეთეთ 1.80 სანტიმეტრია, იქ უფრო მაღალია. თქვა შეიძლება აქედან გადახტესო, ამიტომ აქ არ გადმოვიყვან. თორემ მათ აქ დავდებდი. მაგრამ უნდა ვცადოთ, გადახტება თუ არა, სხვა გალიაში რო შესულიყო, უკეთესი იქნებოდა. ოდინთან შესვლა კარგი არ იყო. ალბათ აქაც სარიელი იყო. გაიცადე, ესეც გავხსნათ. მოდი. არავინ იყო აქ, ხო? არა, ეს ძვია დაჩეს. ტაისონი. დაიცადე, ეხლა მე ავიდე მას. ტაისონ, მოდი. მოდი, ჩემო ბიჭო. მოდი. მოდი შვილო, მოდი. მოდი ტაისონ, მოდი ჩემო ბიჭო. ეხლა თუ ავიდებ, ნახოთ, დაგვესმება თუ არა. მანამდე არც ძაღლთან ასე არ გამჭირვებია, ამათთან გამიჭირდა, რატო ვერ გავიგე, მართლა? შვილო, აქ კარგად მოეწმე, დაიგე. კარგი იყო, ზენმეტად აღარ გავიჭირებ. ამაზე რაღაც მომივიდა. ეჭვი შემებარა რატომღაც, ყველა აქ შემოსულა, დაჩით მაშინ შიგნით. დარჩით ყველა შიგნით, სელქებო. გარეთ შემხედო, გარეთ. გეგონდა თუ დავხურავდი და შეგეშინდათ, ხო? მოდი, მოდი. ტაისონ ბაბა, თუ შემოხვალ, ინგოლდით გალიაში შეგიყვან, მოდი იქ არა. ოდინდან არ გადახვიდე, შვილო. აქ ვინ იყო? აქ რეინა. ხო ნახე, აქ მოდი. მოდი პაშა. მოდი. ტაისონ, ოდინდან აწახვიდე. ხოლოდ იმას უყურე, ოდინი როგორ დაიძაბა. ოდი ძმა ძალიან მკაცრია. შეხედე ამ თვალებს. ცეცხლივით. ხედავ? ძალიან ცუდად დაადგამას. ჰეი, ეხოცები. შენ ოდის თავი დაანებე, ბაშა. ოდინდა ხუმრობა არ შეიძლება. გესმის ტაისონ. ტაისონის თითქოს მასზე შეტევას აპირებს, ზუსტად. რა შეძლებოდი. მოდი შვილო, აგიყვანო. მოდი გთხოვ, მოდი. ტაისონი. მოდი შვილო. მოდი ბაშა. დაიცადე, კიდევ ერთხელ ვწდი. მოდი. ეხლა ავიდებ, აი. ეხლა ავიდებ, ძმაო. მოდი. მოდი დავანებ თავი კარს. მოდი. არ გამოვიდა, დღეს ვწდი ამათ, მეგობრებო. ამ ბიჭს აქ მოვიყვან. არ გადა. და თუ არ გამოვიდა, დედასაც აქ მის გვერდით დავშომ, ნახავ, შეტყმდებიან თუ არა, ერთხელ ვწდი. მოდი ბაშა. ერთი წუთით მოდი მოვეფეროთ. ოჩახ ჩემო ბიჭო. ეს ხო ლომია, ეს ხო ვეფხვია, ეს ხო ნამდვილი კაცია. ვინ ბედავს მამას დაეცხას თავს, ეს ხო ნამდვილი კაცია. მაშალა ჩემო ბიჭო. მოდი შვილო, შენც აქ მოდი. მოდი დორა, მოდი. დორა დალავში შესუნხარ, მოდი ნუ გამსვლი, გადი აქეთ. გადი შვილო, კარგი გაჩერდი. დაიცადე შვილო ერთი წუთით. კარგი დორა, ეხლა იქ გაჩერდი. ეხლა ვწვდით. აუთ. იქიდან უკანიდან. გადაიგე სურათი უკანიდან. ფოტოეილერები ნახე, კარგად შევკრიბეთ გვერდიგოთ, ხედავ? ნახე, გითხრათ რამე. ნახე, ოდინის სახე. ოდინის სახე ასე უფრო მკაცრია. კარგი, ოდინის სახის ხაზები ასე უფრო მკაცრია. აი ოდინის სახის ნაფთები ცოტა უფრო შემაშინებელია, ნახე? მაგრამ, ეხლა მოიდანა, ნახე? ოდინი ასე ცოტა უფრო აშიშინებს ადამიანს. ოდინი, მაგრამ, ოდინი ვამბობ, ტაისონი. ტაისონ, მოდი. ტაისონის გარეგნობა იმასთან შედარებით ცოტა უფრო საყვარელია. მოდი ტაისონ. მოდი ბიჭო, აშკარად გულის ტკივა. ნახე, ტაისონი იმასთან შედარებით ესე ცოტა უფრო საყვარელია. მისი სახე იღიმის, ასე გეჩვენებათ. ტაისონი უფრო საყვარელია. ნახე. ის მე არაფერს დამიშავებს. უბრალოდ მე თვითონ ვიპანიკებ ცოტა ძმაო. ოდინი ძალიან მკაცრია ძმაო. ოდინის ბზერას შეხედე, ოდინი. სად არის ჩემი შვილი ბიჭო? სად არის ჩემი ასლანი ბიჭო? ასლანო შვილო ჩემო, შენს დიდებულებას ვეწირები. ოდინი ცოტა უფრო მკაცრია. ეხლა ოდისაც პედეგრი აქვს. ღმერთი თუ ინებებს და შეჯიბრების დრო დადგება. ოდინი მინდა წავიყვანო შეჯიბრებაზე. ეს ბიჭის და გოგო შემილია წავიყვანო. ალექსიც ყავს, მაგრამ ალექსი ხალხს ესხმის თავს. ალექს ვერ წავიყვანთ.
ეხლა ეს არ გარჩეს, კარგი? რა კარგი გამოვიდა სურათი. შვილო, რა მოხდა დორა? სუდო, ვინ არ ახვიდე? საგვარისია. ალექს, ნასაკეთებ ჩემი შვილი, გოგო. ეხლა ვის შეგვიძლია გავუშვათ? მეტი გასაშვები არ არის. რატო არ არის? მარაზი და ტაისონი გარეთ არიან. სხვა ბიჭები იჩხუბებენ ძმაო. ანუ ზოგადად რო შევხედოთ ეხლა ტაისონ და კარგად შევეჩვიოთ, პრობლემა არ არის. როგორც თქვი, ცოტა კიდევ თვითონაც ვაწყობ. რას გავაკეთებთ ამისთვის? შევიყვარებთ, ვიზურუნებთ. ბელზოს დაუთმობთ. მის დობას სულად მოვიპოვებთ. დღეს მისი გასაიზნებაც დიდი წარმატებაა. ეს მნიშვნელოვანია, როგორც მისი ჩემდამინდობისთვის, ასევე ჩემი თვითდაჯერებულობისთვის. რადგან უნებლიეთ, აღარ მინდა საკუთარი თავი რისკის ქვეშ დავაგენო. შეიძლება უცებ შემოტრიალდეს. ამიტომაც, როცა დედრი გვერდით არ არის, არ ფიქრობ, რომ ასე ძალიან დამესხმება თავს. რატო? რადგან დედრი აკეთებს. დედრი ჩვეულებრივ აგრესიულია. ის მის გამო უფრო აგრესიული ხდება. აბა რას ვიზამთ? მას დედეთთან ერთად არ დავაგენებთ. გალიაში თუ იქნება, არაფერს მოვაგვარებ. ეხლა მოდით ვნახოთ. ამ ლეგს ფაისალის გვერდიდან გამოვიყვანოთ. ფაისალმა სახში არ შეჭამოს ის. შვილო. მოდი დაგე, მამაშეთის ნამდვილი ნაძვის მოაწყობს, მოდი. მოდი ლამაზო, მოდი. მოდი. მოდი შვილო. მოდი შვილო, მოდი. საწავიდა ის გოგო. მოდი შვილო, მოდი. დაიცადებ, ნახო საწავიდა ის. შვილო, აგძინავს, მოდი. ალლა. დაიცადე, გარეთ ვნახო, გარეთ, მოდი მარლა. გარეთ, ახალგაზრდებო. გარეთ. გადი ძაბა. ეხლა მისთვის ხო ძალიან კარგი ხორცი მოვამზადე. კუბება დაჭრილი ხორცი. კარგი ბატმის ხორცი. მოუხარშია ის, ეს მოვამზადე. კალბატკილის ხორცს ვაჭმევთ მას. ნამდვილი ბატკანია, კუბებად დაჭრილი. წინა პირველი ულსა თოცა ვიფიქრე რომ ცოტა უკეთ გახდა, მივეცი, მაგრამ არ ჭამა ხორცი. ნახე, წითელი ხორცი არ ჭამა. კათამი მივეცი, კათამი ჭამა. ნამდვილი ხორცი მივეცი, წითელი ხორცი არ ჭამა. კათამი ჭამა. კათამი უფრო უყვარს. ნახოთ ეხლა ხორცს შეჭამს თუ არა. დინით ბელას სველი საგვები მივეცი, ცოტა შეჭამა. ეხლა ხორცის ულობა ვიცით და იმიტომ რომ ძაღლი სისხლიანი დიარეიდან გამოვიდა. ნახე რომ გამოჯამცელება დაიწყო. მისი იმუნიტეტის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებ, იმუნიტეტი არ უნდა დაუქვეითდეს. ჰარლეი. ჰარლეი შეხედეთ მეგობრებო, შეხედეთ, გადაიღეთ. ხედავთ, ისევ სისხლი გაზდის. ხმერთ. ძმაო ძალიან ცუდია. მეგობრებო, ჰარლი ძალიან სარისკო მდგომარეობაში ჩანს, იცოდეთ? მართლა ძალიან სარისკო მდგომარეობაში ჩანს. ამ ეტაპზე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. სითხის დანაკარგისთვის შრაც აძლევ, წამლებს აძლევ. მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ჩვენს პატარას ეხლა წითელი ხორცი აქვს, ნახე? მე ის მოუხავშე კარგად. წყალი გადავწურე. მოდი შვილო. მოიცადე დედამას შეჭამოს, მოიცადე ნორა. ერთი წუთი. წითელი ხორცი კარგად შეჭამოს, ნახოთ, ნაჭრებად შეჭამოს. არ გოშჩენ გოგოს, ჯამთელობა მოუტანოს ჩემ შვილს. ალლა. ჭამე გოგო, ჭამე. ესენი ცოტა მოშორდნენ მას. ეს არას მობობდი. ავად ობობიდან გამოსულია და როგორც შეგიძლია საუკეთესოდ უნდა გამოგვებო ძმაო. ხოცით უნდა გამოგვებო, ცილებით უნდა გამოგვებო. იმ ცილის დანაკარგს ცხოველი დაიბრუნებს. იმუნიტეტი მაქსიმუმზეა, გაიგე? საუკეთესოდ უნდა გამოგვებო. ასე უცებ არ იტყვი რომ გამოჯამთელდა. თუ კარგად არ გამოგვებო, ისევ დაიწყება და ვეღარ შეაჩერებ. ამიტომ ყველაფერს გააკეთებ, რაც შეგიძლია. შენო მოდი ემაბიდაზე დაგსვა, მოდი ჰარლი შევხედო. ერთი წუთი ძმაო. შენებ ჭამე, რომ სხვები არ მოგიახლოდნენ. იქ ჭამე, გაიციეთ ერთი. დაიცადე. ნორა, გარეთ. ერთი წუთით ახალგაზრდება. აი ძმა მოვიდა. შვილო. მეგობრებო, სულაც არ არის კარგი, მეც გეფიცებით. ჰარლი მოდი აქ. ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ. ბისმილლაჰ. მოეშვა. ალლაჰ, ფეხებში მომეშვა. ალლაჰი. მოეშვა ძმო. მოეშვა, მეგობრებო. დაიცადე შვილო, ნახოთ. ბისმილლაჰ. ალლაჰო.
ამ გუგუს ასე რატო დაემართა ვერ ხვდები ძმაო? მდგომარეობა კრიტიკულია მეგობრებო. მართლა მდგომარეობა კრიტიკულია. ამ წუთას არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ვეტერინართან წუხელ 2 საათზე წავედით, ხო გახსოვს? ღამის 2 საათზე, ანუ. გადასხმა იყო, წამლები, სხვა გასაკეთებელი არაფერი იყო. სრულად შეგამოიყენებ წამლებს. ცხეული იბრძოლებს, სხვა შანსი არ დოქ. ანუ სხვა გზა არ არსებობს, ძმაო. მართლა არ ვიცი. რატო დაემართა ეს ამ ცხოვრებას? შვილო, სრულიად თითქოს დაწვავები აქვს დაფლეთილი. სულ სისხლია. მისი კუჭიც ზუსტად ასეა. ძალიან სწრაფადაც განვითარდა, იცით? სამფლეში, ხო. იმენდრეს ისედაც ძალიან ცუდად იყო. მის გალია შევხედე, სულ სისხლი ქონდა ამონდერწყეული. მართლა არ ვიცი, ნახე, დილით მივეცი შიდა სისხლიანი შემაჩერებელი. საერთოდ არ უშველა. საერთოდ არა. საერთოდ არ უშველა, ძმაო. ეხლა ვფიქრო, კიდევ რამე შეგვიძლია გავაკეთოთ თუ არა. სად არის ჩვენი სითხე? ეხლა მას ვენაში სითხეს უკეთებთ. თანაც კანკუშიას ვაძლევ დამატებით. ეხლა ისევ სითხის დანაგარგისთვის კანქვეშ სითხეს მივცემ, ძმაო. კიდევ სპეციალურად ვიგანებ ლაქტატია სითხეს. მოიცადე შულო. მოიცადე შულო, მოიცადე. მოიცადე შულო, მოიცადე. ხბერთო, ხბერთო. ეხლა რატო ვერ მივეცი ვენური კათეტერიდან? იმიტომ რომ კათეტერი დახშულია. გავაბუჭეთ კათეტერი გადასრიალდა. ეხლა კანქვეშ მიდის. აი ამიტომ მეგობრებო. ეხლა მეგობრებო, ჰარლეი აქ მოვიყვანე, ვენაში კათეტერი ჩაუყარე და ეხლა სერუმს ვაძლევ. ეხლა რადგან ძალიან ძლიერი სითხის დაკარგვაა, მუდმივად სერუმს უკეთებთ. ეხლა სერუმში მის სამლებსაც დავამატებთ. მოდი ეგენი მოვაწესრიგო ძმაო. სხვა არაფერი არ არის მეგობრებო. ეხლა სერუმი გაუკეთე, სამლები მიეცი, სხვა არაფერია გასაკეთებელი, ხო გესმის? რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ, ანუ. მაგრამ რა დაავადება, რა მოხდა? მე არ მგონია რომ პაროა, უფრო სხვა დაავადებას გავს. მართლა ვერც გეფიცემი, ვერ გავიგე რა მოხდა ძმაო. ფიცრდებ, მართლა ვერ გავიგე. აი რადაც უბედურება ავიბედი. რა ვთქვა მეგობრებო? რა ვთქვა? მართლა ძალიან კარგი, ძალიან ძვირფასი შვილი იყო. ეს წამში რატო მოხდა ასე? ვერ ვიგებ, მეც გეფიცემი, ვერ ვიგებ. არაფერი შეიძლება ცხოვრობს, მართლა. თუ მგითხავთ რაიმე ნიშანი თუ შეამჩნიო, არა, არაფერი შეიძლება. სულად ჯამთელი იყო. არანაირი პრობლემა არ ქონდა. ეს წამში. ფიცრდებ, ეს წამში მოხდა მეგობრებო. რამე ხო არ დაგვავიწყდა. ფიცრდებ, ეს წამში მოხდა. წარმოუდგენელი დაფშებოთ ხო. ძმაო, შვილებს ავითვალი ხდებათ. ფიცრდებ, მართლა ავითვალი ხდება. რა ვთქვა? დაიცადე შვილო, დაიცადე. შემოსაყვარელო, კარგად იქნები შვილო. კარგად იქნები შვილო, კარგად იქნები. როგორ არ დაანგრევს ადამიანს? მათი ასე ნახვა. შეხედე ახლა ცხოველის მდგომარეობას. ანუ ისიც რა მეგობრებო. ენა გადაეწია, მოდულება დაიწყო. მოდით მის ტემპერატურასაც შევამოწმოთ. თერმომეტრის ბატარეას თითქმის დამჯდარია, ნახავ, იმედია იმუშავებს. ტემპერატურის დავწევი კი არა, თერმომეტრი ვიგულისხმე. მოდი ტემპერატურას გაგიზომო. იღბლიანები ვართ. ბისმილლა. ძაღლს ტემპერატურას უკანალიდან უზომავენ.
ყველაზე სწორი შედეგი აქედან დამოდის. ამიტომ აქ ვამოწმებ მეგობრებო. ეხლა 39.1, 39.2 ჯერ ზუსტად არ გამოჩნდა. ტემპერატურა ძალიან მაღალია. ტემპერატურა ძალიან მაღალია. სხეული ძლიერად იბრძვის. სუნთქვა უჩის უკვე. ძალიან უჩის უკვე. ეს სიცხის ბრალია. 39.3 ძმაო. 39.3 სიცხე ძალიან მაღალია მეგობრებო. შევ სიცხე მაღალი იყოს ვიდრე დაბალი. რატო? ეს ნიშნავს რომ ორგანიზმი იბრძვის. ეხლა თუ ორგანიზმი არ იბრძვის და სიცხე ეცეცემა, ეს უფრო ცუდია. რას აკეთებს ამ დროს? ორგანიზმი მთლიანად თავს ანებებს. ამიტომ მას ჯობს სიცხე მაღალი იყოს. ეხლა ცოტა სიცხის დამწვევს მივცემთ. სიცხის დამწვევსაც მივცემთ მას. იმიტომ ძალიან მაღალია, 39.5-მდე ავით. ამჯერად შოკში ჩავარდება. 5 კილო 0.3. 5 კილო 0.3, 5, 10, 15. 1.5, 2. ჩემო გოგო. ჩემო საყვარელო. ნახე, კანი როგორ უცნაურად დაეჭიმა. ძალიან ძლიერი გაუწყლოებაა. ეს ძალიან მძიმეა. განზრახ კანქვეშ გავუკეთ. კუნთში გაკეთებას ვაპირებდი, უკანა მხარე თლიანად უნდა გავასუფთავო. სრულიად სისხლიანი დიარეა. შმულია სისხლიანი დიარეა, ამჯერად ცხოველი თლიანად. ფერიში, შეხედე. ხბერთო. გაჩერდი. გაჩერდი გარონი. გაჩერდი შულა. სულ ზრაფავს მეგობრებო. ეხლა გავუკეთეთ ტკივინ გამაკუჩებელი და სიცხის დამწევი. იმედია ცოტა მაინც დაამშვიდებს. გადასმა კარგია? კარგია. დაიცადე ვნახო შულო არა. დაიცადე. ფერმაში სავეტერინარო ოთახს გავაკეთებ, იცით? იმიტომ რომ ესეთ შემთხვევაში ეხლა ცალკე ოთახში უნდა გადავიყვანო. სხვა ცხოველებისგან უნდა დავიცრო. ასე არ გამოვა. მათთან ერთად ასე არ გამოვა, ნახე. არა გარულით. დაიცადე შულო. აი ის გადასხმა, ბისმილლა. ძმებო, ლოცვებს უნდა იშუროთ, მეგობრებო. ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ვახერხებ, ხო ხედავთ? ხედავთ. ამჟამად მოდინის გადა სხვა გზა არ გვაქვს. ღმერთი იყოს ჩვენი შემცე. ინშალა, ჩვენს გოგოს ამ დაავადებისგან გადავარჩით. ფესზე წამოდგება და ჯამთელობ გამოჯამთელდება. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. მოდი ძალიან მიყვარხართ. ამდენად ვითლებ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იკავით, ნახვამდის. კარგად იკავით, მეგობრებო.